რამდენიმე დღის წინ პრაქტიკულად დამთავრდა შეთანხმება, რომლითაც Liberty ბანკი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ბანკი, იყიდა Sberbank-მა, რუსეთის სახელმწიფო ბანკმა. ახლა Alfa ბანკი, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი და ჭიდროდ დაკავშირებულ კრემლთან ყიდულობს TBC ბანკს. ქართული სადაც რუსული ბანკია, შემდეგ შემოდის Gazprom ბანკი, რომელსაც უნდა რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა, ეს დიდი რუსული სახელმწიფო ბანკია. და თავისთავად მე მინდა გვესმოდეს ეს რა არის. ჩვენი ქართველების ქონების 60-70% არის ჩადებული ამ ბანკებში. კრედიტებით, იპოთეკით, ასე შემდეგ. მთავრობა საქართველოს აცხადებს, რომ ეკონომიკა წავა ქვემოთ უახლოეს ხანში. არ მოხდება და თუს და არ მოხდება, დიდი ალბათობით ბევრი ვიღაცა კრედიტს ვერ გადაიხდის და ბანკები ამ ქონებას წაიღებენ. ადრე მაინც ამ ქონებას კარგი არ არის, რომ ბანკს ქონება მიაქვს, ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი ნიშანია, მაგრამ ამას წაიღებდნენ ქართული ბანკები და რაღაცნაირად ეს ქართული კონტროლის ქვეშ შეებოდა მაინც. როცა ამას იყიდს Alfa ბანკი, Sberbank-ი, Gazprom ბანკი, ეს ყველაფერი აღმოჩნდა პირდაპირ რუსეთის ხელში. თუ ეს ასე არ არის, მხოლოდ გამიხარდება. მე ეს ინფორმაცია მქონდა ეროვნული ბანკიდან, თუ ეს ასე არ არის, მხოლოდ გამიხარდება. TBC-ზე რო არის მოლაპარაკება, ეს ვიცი ზუსტად. Gazprom ბანკმა რო გამოხატა ინტერესი, ეს ვიცი ზუსტად. ქართული რუსული ბანკია, ეს ყველა ვიცით და Gazprom-ის ფულით როა შექმნილი. თუ ლადოს შემთხვევაში ეს ასე არ არის, მომილოცავს ლადოსთან და იმედია, რომ არც მომავალში არ იქნება.